88 კილო ვარ. ეს ციფრი სასწორზე ბოლო 5 წელი არ მინახავს. 106-დან დავიწყე და დღეს ზუსტად 18 კილოთი მსუბუქი ვარ. ესაა ჩემი ტრანსფორმაციის მეხუთე თვე. ბოლო პერიოდი ანტარქტიდაზე გავატარე და მოდი გულწრფელად ვთქვათ. ეს არ ყოფილა ყინულებში გადარჩენის ისტორია. პირიქით, მდიდრული კრუიზი იყო. ულიმიტო საჭმელებით და ფუფუნებით. გემს სპორტ დარბაზიც ჰქონდა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში იქ სულ ორჯერ შევედი. ეხა ვარჯიში ვცადე და იმენაუე და ყველაფერი მოძრაობს და ძალიან მიჭირს კონცენტრირება. დრეიკის სრუტის რყევამ და ლოკაციების მუდმივად ცვლამ ჩემი რუტინა სრულიად დაშალა. ვარჯიში დრეიკის სრუტის გადახტომის დროს იგივეა ჭამო პარაშუტით. თუმცა წამოსვლის ბოლო ღამე 3 საათზე სინდისმა გამაღვიძა. ავდექი და ცარიელ დარბაზში სავარჯიშო დავედი. არა იმიტომ რომ იმ 45 წუთში რამეს დავიკლებდი. არამედ იმიტომ რომ ჩემ თავში დისციპლინა უნდა გადამერჩინა. მინდოდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის რომ შემიძლია რიტმიდან ამოვარდე, მაგრამ პროცესს არასდროს გადავაყოლებ. კვებაზეც ზუსტად იგივეა. შეიძლება საახალწლოდ საცივზე და ხაჭაპურზეც კი უარი არ თქვა, თუმცა ვთილობს ხელს მოусმინო და დაუბრუნდა იმ უკეთეს საკვებ-ჩვევებს, რომელიც ლოგიკურად ვიცი რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. ჩემი ტრანსფორმაცია უკვე შედგა. არა დარბაზში, არამედ აზროვნებაში. ეს აღარ არის 6 თვიანი პროექტი, რომელიც სადღაც სრულდება. ესაა ჩემი ახალი ნორმა. მიპოვე ჩემი თავი და მივხვდი, რომ მე არ ვიქნები სუპერ ათლეტი, რომელიც ბრეტელებიანი მაიკით ბიცეპს სამარიაჟებს და მისი იდენტობა მხოლოდ კუნთებია. თუმცა არც ის მოდუნებული ტიპი ვიქნები, რომელიც ჭამიდან ჭამამდე ცხოვრობს და საკუთარ სხეულს არ უსმენს. ეს ჩემი ახალი იდენტობის ნაწილია, სადაც შეიძლება ორი კვირა ჩავაგდო კიდეც, მაგრამ ყოველთვის მივუბრუნდები ჰანტელებს, რადგან სხვანაირად ცხოვრება აღარ მინდა. Here to be stopped, bro.